მოდი. ოკეი, ეს არის ვაშლის პიროგი. აქ დღეს შენ ხარ უფროსი და მე ვარ შენი სულ შეფი დამხმარე. ეხლა შენ ხარ როგორ დავჭრათ? წარმოგიდგენთ, მარტო 25 შვილები წავს და ძალიან ბევრი რაღაც იცვლება ჩემს ქვეყანაში და რამდენიმე დღის წინ პირველად შევწვი კარტოფილი. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა რომ გაიგო აქ მოვდიოდი, მითხრა შენს ლეგენდარულ ომლეტს გააკეთებ. ძალიან პასუხისმგებლობით მოეკიდა ნატალია ამ საქმეს. ხილად გთხოვ მეშინია. ეხლა შენ თუ ესე დაისტრესე ყველაფერზე. მაგით არ ვაკეთებ საქმეებს. მოდი ახლა ნაყინი. გამარჯობა, მოგესალმებით მისმინე სამზარეულოდან. მე ვარ ანა ყაულაშვილი და ეს არის გადაცემა Cook and Talks. სანამ გადაცემას დავიწყებდეთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ყველა სოციალურ პლატფორმაზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და რაც ყველაზე მთავარია YouTube-ზე. და გეტყვით რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის ძალიან მაგარი და საინტერესო გოგო ნატალია ყიფშიძე. გამარჯობა. როგორ ხარ? ვიფიქრე გადასაკვას ნაწამოსულიყავით რომ მომეკეთ. თან კატა გახატია. როგორ ხარ? ვიცი, კარგად ვარ. ვიცი რომ კატები გიყვარს და მაგიტო თემატურად შევარჩიე. ხო, და ჩემი ფისო ძალიან მონატრებული მყავს და არ ყავს შენთან? არა, და ეხლა აქედან იქ მივდივარ, ჩავეხუტო. ანუ საერთოდ არ ყავს თუ დროებითი არის ეს ამბავი? ჩემებთან დავტოვე სახლში, ოჯახში, იმიტომ რომ გადავედი ცალკე და მაგას არ შეუძლია ხო სახლის გარეშე ყოფნა და მაგასაც შევეხებით აუცილებლად. ჯერ მოდი მაყურებელს გავაცნოთ რა კერძს ვამზადებთ და რა უნდა ვასწავლოთ. მოკედ ეს არის ვაშლის პიროგი, რომელიც ვისწავლე კორონის პერიოდში. რაღაცნაირად შემთხვევით მინდოდა რაღაცნაირი გემრიელი ვაშლის პიროგი და მონატრებული მქონდა და რაღაც რეცეპტები ვნახე, შევურიე და აი რო ეძახიან crumble cakes, არ ვიცი როგორ გამოდის, აი ცოტა ფხვიერი მასა რო აქვს. გამგონი არა ქართული შესატყვისი crumble? კი, მგონი ფხვიერი, თუ არა? ჩემთვის ასოციაცია crumble სხვა არის რაღაც მაინც, აი ზემოდან რო აყრია რაღაც დაფშვნილი. ხო, აი ეგ პიროგი ვისწავლე კორონის პერიოდში და მე დედაჩემმა მომბაზა და უფრო ესეთი gluten free, ყველაფერ free გადაიწყო და სხვადასხვა ხილის შიგთავს აკეთებდა და ყველა სტუმრისთვის აკეთებდა ამ პიროგს. მაგრამ ჩემი ცოტათი სხვანაირია, უფრო მარილიანი არის და ტკბილი ერთად. ხო, ვაშლს უხდება ძალიან მარილი და რაღაც ეგეთი, მე ეგეთი ცოტა კარამელიზირებული. ამიტომ დიდი ხანი არ გამიკეთებ, იმიტომ რომ დედაჩემმა წაიღო ეს ამბავი თავისთან რა, რომ ეხლა ეგ აკეთებს ამ პიროგს კი და აბა ნახოთ როგორ გამომივა. მოდი ახლა თან დავიწყოთ. აქ დღეს შენ ხარ უფროსი და მე ვარ შენი სულ შეფი დამხმარე და ვასწავლოთ თან მაყურებელს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იდეალური დესერტი გამოგვივიდეს და თან გველაპარაკე შენს თავზე. მაგალითად, აი ახლა დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ დამოუკიდებლად გადახვედი ახლა ხანს და ეგ არის ალბათ ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში, ვინც მაგ ნაბიჯს დგამს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა შენ თავთან მარტო რჩები, იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას და როგორი არის ეგ ეტაპი შენთვის და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და თან მოდი გავაკეთოთ ყველაფერი, რა არის შემდეგ უნდა ვქნათ შენ მასწავლებ. მგონი პირველ რიგში უნდა გავთავოთ ვაშლი. გავთავოთ ვაშლი და მოვხარშოთ. დავაკარამელიზოთ. ანუ რაღაცეთ პიურე უნდა გავხატო. ოკეი, ანუ მე მგონი ჯობია რომ არ გავთავოთ. გვინდა რომ დაბლენდერებული იყოს თუ ნაჭრები? არა, ნახე, აი იმას ვაკეთებ ხოლმე ესეთი რკინის ტიპი რო არის და ამას რო შვება. ძალიან რო არ იყოს დაბლენდერებული, მაგისთვის ოკეი, ანუ ხელით. ეხლა გავთავოთ ჯობია, იმიტომ რომ ხელში არ იყოს. საერთოდ დავჭრი და ისე ჩავყაროთ. ოკეი. მე მგონი ეგრე ჯობია. მოდი თან მოგვიყევი. რა მოგიყვე? აი დამოუკიდებელი ცხოვრება როგორია? იმიტომ რომ მე ესე მომიწია ცხოვრებიდან გამომდინარე რომ ცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად ხაშურში და როცა სასწავლებლად ჩამოვედი დაახლოებით 7 წლის წინ იმის მერე ვცხოვრობ დამოუკიდებლად, ესე მიწევს, ანუ მეც ალბათ ეგრე მოიქცეოდი, ჩემი არჩევანი რო ყოფილიყო, მაგრამ ეხლა მომიწია. და შენგან მაინტერესებს შენთვის როგორ შეგრძნება, როცა ამდენი ხანი დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობ და მერე უცებ ესე მარტო აღმოჩნდები, ოღონდ მარტო ცუდ კონტექსტში არ ვამბობ, დამოუკიდებლად შენ თავთან. ნუ რეალურად სულ მინდოდა ამის გაკეთება, იმის და მივხვდავდი რომ ფანტასტიკური ოჯახი მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება ყველაფერში მთელი ცხოვრება. მაგრამ ზუსტად მაგის გამო რომ ყველაფერში ყოველთვის ძალიან მეხმარებოდნენ, ვერ ხვდებოდი რა იყო სრულიად მარტოობა რა, მაგალითად
ავად რო ხარ და ჩაი გინდა რომ ვიღაცა მოგაწოდოს და რო არის ეგეთი ადამიანი ან მაგალითად ყველაზე უცნაური დაბრკოლება ასე ვთქვათ რაც იყო არის რომ არა დაბრკოლება არის უბრალოდ გამიკვირდა ზოგადად მაღაზიაში რო შევდიოდი ხოლმე ნუ ვამბობდი რა წამოვიღო ხო ან რაღაცა რაც მე მინდოდა ვიყიდედი მაგრამ ეხლა რო შევდივარ რაღაცა კონკრეტულად რომ ეხლა აღარ მაქვს სამზარეულოს ხელსახვოცი და რაღაცა ხსნარი მჭირდება გასახეხად და ეგ ყველაფერი ყოველთვის მაგიურად ჩდებოდა ხოლმე რა სახლში და ეხლა მაგას რო ვყიდულობ რაღაცა პარკების პარკი მაქვს აი ეგეთი რაღაცები უცნაურია რა მეც მახსოვს აი რო გშია და რო აკეთებ საჭმელს იმიტომ რომ მე არ ჩემს ოჯახში ბებია ჩემი არის დედოფალი რომელიც სამზარეულოში არავის არ უშვებს შეიძლება მაქსიმუმ ყავის გამო შეგიშვას რომ გაიკეთო ეგეც აპარატით და იმდენად პრინცესულად გამზარდა ბებია ჩემო რომ ძალიან რეალობასგან შორს ვიყავი რა ხანდახან ხვდებოდი მაგას იმის და მიხედავდა რომ რა ვიცი 14 წლიანი მუშაობ რაღაც ჩემი საქმე მაქვს უსწავლობ და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ და ძალიან ვეხმარებ მაგათაც დაალაგების კუთხით იქნება თუ რა უნდა იყოს დამოუკიდებელი ცხოვრება ყოფილა აი რადიკალურად განსხვავებული რა რთული უფრო არის თუ საინტერესო და ამაღელებელი ხარ ორივე აი პირველი ერთი თუ ანუ ცოტა ისტერიული ვიყავი იმიტომ რომ ანუ გამიხარდა პირველი 2 დღე რო აი ნახე ეს გავაკეთე რა მაგრამ მე რეიწყება ის რომ აი მე რაღაც მარტო მძინავს და ამჯერად корпуსში ვარ და ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ ქარი რო არის როგორც რავი ყველა ადგილას შეიძლება ქარი ამოვიდეს ეს ქარი არ შემოვარდება ფანჯარაში იმიტომ რომ მე კერძო სახლში ვარ გაზრდილი და მგონია რომ გაიტანს ქარი ამ ფანჯარას და ძალიან მეშინია ან ორივე არის ვერ გეტყვი რომ აი ან ძალიან დარდობ ან ზედმეტად ბედნიერი ვარ ამ მომენტში მაგ მხრივ, რადგან ცოტა დრო შეგვიძლია ყველაფერს. ეხლა შენ ხარ როგორ დავჭრათ? წარმოიდგინე, მაგრამ უბრალოდ ეხლა ფრისტაილი არის ეს ყველაფერი, სიმართლე რო გითხრა. მაგიტომ მიყვარს ეს crumble cake-ი, რომ სულ სხვადასხვანაირად გამოდის. ფისოზე მომიყევი, იმიტომ რომ მეც ეხლა ისე ვარ, რომ სანამ ჩემს ახალ სახლში გადავალ, ჩემი ფისო ჩემს მეგობართან ერთად არის, ეხლა სადაც ვარ, იქ ვერ გადავიყვანე და ისე მენატრება რომ აი არ ვიცი და შენ როგორ მკლავდები მაგას ოღონდ რაღაც იყო ეს ჩარლიტო მოვიდა 2023 წლის 10 იანვარს ჩემს სახლში ხო და პირველი პერიოდი 1-2 თვე მაინც აი როგორც ბავშვი ხო ხვდები რაღაცა დედაზე რო არის მიჯაჭვული აი ეგრე იყო ჩემთან და 1 წელი ეგრე გავატარეთ და მე დამეწყო ძალიან ბევრი პროექტი და ეს ჩემი გადაღებები ნიშნავს დღეში 12-14 საათს რომ ანუ გარეთ ვარ და ძალიან შეეჩვია სახლს. აი ძალიან შეეჩვია, ძალიან არ უყვარს რომ მივაკითხავ ხოლმე და ვეთთან მიმყავს. ეგ ფაქტი ეზიზღება რა. აი მანქანაში ჯდომა არ უყვარს და რეალურად აქვს ძალიან ბედნიერი ცხოვრება. კერძო სახლი გვაქვს, სადაც გვაქვს უკანაეზე, რომელიც არის ბოლომდე დაკეტილი და მან როცა მოუნდება ჩადის. ხალხი ყავს რომელთანაც მიდის და გორაობს, ეგეთი ცხოვრება აქვს რა ძალიან მიჩვეულია მაგ ყველაფერს და მე ვიფიქრე მეთქი ხა რომ გადავალ რა ვქნა და რომ გავაჟღერე ეგ ფაქტი მეთქი შეიძლება წავიყვანო თქო ნუ სახლში არ ვიცი ინახემ თვითონ გამაგდეს სახლიდან იმიტომ რომ დედა ჩემო თქვა მე შემიყვარდაო ეს ადამიანი ისეო რომ ვერცად ვერ გავუშვებო რა ანუ გამორიცხული არისო მაგაზე არც კი იფიქრო და მირჩევნია მე მენატრებოდეს ვიდრე ეგ იყოს დეპრესიული და მე დედაჩემის დეპრესიული იყოს და ანუ ეგოისტი არ ხარ ეხლა შენი ლაპარაკიდან გამომდინარე არა და ისე როგორ ხარ ადამიანებთანაც ანუ ეთეჩმენტი გააქვს თუ მაქვს და ეგ ეს იყო ერთ-ერთი ის რო გითხარი მეთქი რომ გადავედი ცალკე თქო ცოტა ის დამემართა თქო იმიტომ რომ ეხლა კი მინდოდა ჩემი კუთხე და ყველაფერი მაგრამ წარმოვიდგინე დედაჩემა გამზარდა რა და დედაჩემი არის ნუ ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში რაღაც ყოველდღიურობაში შეიძლება მუშაობდა ხოლმე მაგრამ რაღაც საღამოს ერთად ჭორაობდით ან საუზმე ერთად გქონდა რა და ბაბუა ჩემი ბაბუა ჩემზე ჭკუა მეკეტება დედაჩემის მამაზე რაღაცნაირი სიტუაცია გვაქვს რა სახლში ვერ დადის ბაბუ და რამდენჯერაც რა ვიცი საღამო იქნება თუ შუადღე ეს მომენტი გქონდა რომ ეცნევას გაუზომავდი ვიჭორავებდით ცოტა და მე ჩემს საქმეს გავაგზავნებდი ის რაღაცას მომიყვებოდა და
ეხლა სულ WhatsApp-ზე რომ წერს რომ მომინატრება, მე გული მიკუდება და რაღაცნაირად ის მემართება რა, აი გენატრება. არა, მარტო მენატრება არა, მგონია რომ აი ცუდად ვიქცევი რა, ხო ხდები რას ვამბობ. კი, მაგრამ ხომ მნიშვნელოვანია რომ თავი არ დავიდანაშაულოთ, მაშინ როცა ჩვენ თავს ვაპრიორიტეტებთ. ზუსტად როცა გაზრდისთვის ეგ ძალიან დიდი ნაბიჯია. და აი რის მერე გადაწყვიტე რომ რამე ისეთ გარდამტეხი მომენტი თუ იყო რომ აი ხა მოდი ცდი დამოუკიდებლად ცხოვრებას, იმიტომ რომ საქართველოში ხა ჩვენ ვიცით რომ ხშირად არ ხდება ეგ მაინც ესე ვართ მიჩვეულები რომ მშობლებს შეიძლება ეიწყინოთ რომ რატო აქ ვერ ხარ კარგად ან რა მსგავს. ანუ ეგ ჭირთ ჩემებსაც კი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა უკვე მართლა პრინცესასავით მზდიან მთელი ცხოვრება და ვერ ხვდებიან რატომ უნდა მომიდეს სხვაგან ცხოვრება. მაგრამ იცი რა არის, მე სულ მინდოდა ეგ, იმის დამეხადო რომ არაფერში არასდროს არ მბოჭავდნენ ჩემები, არც მაკონტროლებდნენ და არც რაღაცა მეჩხუბებოდნენ, ანუ არაფერი მსგავსი არ მომხდარა რა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან მარტივად 25-ის ხვდები წელს და ძალიან ბევრი რაღაც იცვლება ჩემს გონებაში. აი, ესეთი ვაშლი გამოგვივიდა და ახლა შაქრით, წყლით და დარიჩინით რას უზავთ, ან არც მოვხარშავთ. რაღაც დავაკარამელიზირებთ, ხო, მაგას მარტო ეგეთი სახელი აქვს. უსაფრთხო დესერტია და როგორც მოგიხერხდება, ის უნდა გააკეთოთ. წყალს თუ დავასხამთ, უფრო დიდი დრო იქნება მოხარშვისთვის და უფრო დარბილდება. გააჩნია რა შედეგზე გინდა რომ გახვიდე და მე ხა არ ვიცი შენ რა შედეგზე გინდა რომ გახვიდე. მე მინდა რომ იყოს ფაფა, რომელიც არ იქნება სველი, იმიტომ რომ გავწურავ და ჩავდებ შუაში და მე დავაყრი კიდე კრამბლს და მე გამოცხება. ეგ არის? წალი უნდა? ხო, თუ გინდა რომ დარბილდეს და ფაფა იყოს, მაშინ კი. ოკეი. თან ისიც ეს დესერტი შენია და შენ უკეთ იცი. ვითომ. თან დავაყარო ჩაქარი და დარიჩენი თუ რა მომენტში? აუ წარმოდგენა არ მაგ ახლა ფრისტაილს ვაკეთებ. მართლა გეუბნები ყველა ჯერზე სულ სხვადასხვანაირი გამოდის. მაშინ აი ბოლოს როგორც გააკეთე, ეგრე გავაკეთოთ. 2 წლის წინ გავაკეთე ბოლოს. და სახშას გადავედი, არ მაქვს ხუმელი, მარტო მაქვს ერგრილი. და ეგეთ რაღაცებს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ ერგრილში. აი ეხა რას აკეთებ ხოლმე? ყოველდღიურად უფრო შენაკეთებ თუ გარეთ ჭამ? თუ აი როგორი ჭამ? სახში ვჭამ და სულ უნდა მქონდეს მასივაში რამდენიმე პროდუქტი. კარაქი, კვერცხი, პატარა მჟავე კიტრი, ზეთის ხილი და ან პარმეზანი, ან თუ გამიმართლა და ვინმე ჩემ მეგობარი ჩამოდის სოფლიდან ან რაღაცა ეგეთი ყველი, იმიტომ რომ ყველა ყველი არ მომწონს, რასაც თბილისში ყიდულობენ. აი მიყვარს აი იქიდან წამოღებული რა. მაგარი ყველი. იმიტომ რომ ბებიაჩემს ეგეთი რაღაცა დილერების უყავდა. ხო და მე მერიდება რომ უთხრა რომ მეთქი მეც მინდა თქო და ამიტომ მეგობრებს ვეუბნები ხოლმე და იმათი ასე ვთქვათ გზებით მომდის ყველი. ნუ ყველი ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან კაი ყველი უნდა იყოს. კარაქის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს და როცა გინდა რომ ფხვიერი ცომი მიიღო, მაგ დროს მყარი უნდა იყოს და ცივი კარაქი. რომ დაიხეხოს და იქნება აი გაჩვენებთ როგორი ხო ბოდნა კარგად გავხეხო. აი მე მანამდე დავიწყებ ცომის მომზადებას. გჭირდება ჭიქა, 1 წუთი, გავცრით ფქვილს, 2.5 ჭიქას. შენგან მაინტერესებს, აი თავსატეხი თუ გიდგას ყოველდღე რო ფიქრობდე რომ აი ხა რა გავაკეთო, ეგ თუ არის დამღლელი ან აი შენი ყოველდღიურობა აი დილით რო იღვიძებ და გიწევს საჭმელზე ფიქრი, ხო აი მოკედ ვაკეთებ ძალიან კარგ ომლეტს, კარგად ვხარშავ კვერცხს, ვიცი რამდენად ჭირდება. აი რამდენიმე დღის წინ პირველად შევწვი კარტოფილი. კიდე კარგად მაგიტომ გაჭრილი ხელი. ერგრილში შემიძლია კიდე კარგად გავაკეთო, რაღაც სუნელი მაქვს და ძალიან კარგი გამოდის. მაგითი რაღაც ანანასის და ნიურის და ზღვის მარილის სუნელი მაქვს. და მაგას უკეთებ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. კიდე რას ვაკეთებ? ქათმის ფილეს ვაკეთებ ბებოს რეცეპტით. ბებო დებს ხოლმე მთელი ღამით ან არაჟანში ან რაღაცა ეგეთში სუნელებით და ამბებით და მე ის რაღაც ფუმფულა არის და მაგას წვავ კუბიკებად და მიყვარს სქელი ვრაპის ისინი. გწოდნიო. ხო, ნუ ეხა ეგ არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ აი კორონის პერიოდში მე ვიყავი მზარეული, ხინკალი გავაკეთე, აჭარული გავაკეთე. აი რაღაცები გავაკეთე, მაგრამ აი გითხრა რომ ეხა მე ვარ მზარეული, ცოტა სასაცილო იქნება ჩემი მხრიდან. აი მაგალითად ჩემმა მეგობარმა რომ გაიგო რომ აქ მოვდიოდი, მითხრა შენს ლეგენდარულ ომლეტს გააკეთებო და
მეთქი არა ომლიც ხო არ გავაკეთებ. ისა შეიძლება გაგვეკეთებინა და ვასწავლდით იდეალური ომლეტის გაკეთებას. მინდა გაკეთო ომლეტი ხა? ეხა. აი ერთ-ერთი რაღაცა რაშიც ვარ, როგორი თავდაჯერებული, იცი, აი რაღაც აი რო შეხვიდე რაღაც სახაჭაპურაში და რო იცის იმან რო ყველაზე კარგ აჭარულს აკეთებს და რო დატრიალდება, ეგრე ვაკეთებ ზუსტად ომლეტს. ეხა შენ მითხარი მე რა გავაკეთე მანდ. სად? ეს ფქვილი, შაქარი, ძალიან ცოტა და მარილი გავაერთიანე. ეს რისთვის არის ცალკე მასისთვის თუ მაკარაკს უნდა შევურიოთ? არა, კარაკს უნდა შევურიოთ. ანუ ეს არის მთავარი მასა, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ხო? დიახ. ეს უნდა გავხადოთ, აი ნახე. მოდი ჩავყრი და ცოტა ჩაყარა. მოდი ნახე, აი ამას ვაკეთებ რა. და მითხარი რა დროს ამას ვაკეთებ. რა დროს გავჩერდა? ბლომად ჯერ. ეხლა რითი ხარ დაკავებული? ყოველდღიურად სწავლა მე მგონი დაასრულე. არა, სწავლა кайხანია დაასრულე, ძალიან მინდა მაგისტრატურა. ჩემი გეგმა არის ეგეთი, რომ უნივერსიტეტში სანამ ჩავაბარებდი, ნუ მინდოდა მსახიობობა, მაგრამ თან წერ და რაღაცნაირად მეთქი მსახიობობა აღარ მინდა თქო და უნდა გავყვე ცოტა ჟურნალისტიკურ თემას თქო და ჩავაბარე ციფრული მედიასა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე და იქ ვისწავლე კინოწარმოება. მე ცალკე ვსწავლობდი კოდირებას, UI UX დიზაინს, ყველგან მივედმოვედე რა და საბოლოოდ ერთ-ერთი კურსი იყო production-ის განხრით რა, კინოწარმოების და ისე შემიყვარდა და ისე მივხვდი რომ ეგ არის ჩემი, რომ მე ეგეთი შეგრძნება ცხოვრებაში არასდროს არ მქონია. და დავიწყე მუშაობა. ხო, ანუ მუშაობა დავიწყე თავიდან, აი უფასოდ რა. რაღაც სტაჟიორი ვიყავ ერთ 10 პროექტზე და მაგითი ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე და ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობა და ეგ არის ასე ვთქვათ უნივერსიტეტში რომ სწავლობდი როგორი ყოფილიყავი კრეატიული დირექტორი. აი მაგალითად გრაფიკული დიზაინი იცი და ეგეთ ყველაფერი რო იცი და ყველასთან კაი კომუნიკაცია გაქვს. ეგეთი პონტი არის კინოწარმოებაც რა. კაი რეჟისორი რო იყო, კოსტიუმიც უნდა იცოდე, რამდენ შრომას დებს, კასტინგიც, მსახიობიც და ამიტომ ყველაფერს მივედმოვედები ახლა. ამჟამად კასტინგ დირექტორი ვარ. ის ვიყავი კიდე ტრანსპორტის ლოჯისტიკის უფროსიც. რაღაც სიგიჟებს ვაკეთებდი ხოლმე. ანუ კარგად აკრიფე გამოცდილებები. ყველა 27 პროექტი. საკმაოდ მოვასწარე. ხო. და მსახიობობას რაც შეეხება, მაგასაც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ხე ჩემი ნახე მომწონს, მაგრამ ცოტა უფრო კამერის უკან მინდა სამომავლოდ, მაგრამ შეიძლება ახლა აი მაგათაც ჩემი მეგობრები მაწვევებიან, რომ წავიდე ბრიტანეთში და გავაკეთო ვორქშოპები და თუ დაფინანსებას მაგაზე მოვიპოვებ, დიდი სიამოვნებით ვიზამდი. ან სწავლა ძალიან მიყვარს რა, აი რაღაცა ახალს რო სწავლობ. აი ახლა ამ მომენტში DJ კურსის იმაში ვარ. DJ? ხო, ანუ რეალურად ესე DJ-ობა მინდა თქო მოგატყვებ, მაგრამ კიდევ ვარ გიჟი მელომანი რა, ანუ ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა ცხოვრებაში და ძალიან ბევრი სხვადასხვა მუსიკა რომ მიყვარს. დავიწყე DJ-ინგის კურსი. იმიტომ რომ რაღაც მხრივ ვიყო ახლოს მუსიკასთან და ისე მსიამოვნებს აი ამ მუსიკის არჩევა და მიქსვა და აი ამ ახალი რაღაცის სწავლა რომ ვერ აგიხსარ. ხოდა ძალიან მომწონს ეგ სფერო რა. ნახოთ. აი საიდ ჯობი მექნება. მე არ მეყვარს უსაქმურობა, ისტერიკა მეწყება მე რა, ამიტომ უსაქმე მაქვს. შეიძლება არ მუშაობდი, მაგრამ საქმე სულ მაქვს. მე რატომ მიყვარს ეს უსაქმურობა? დეპრესია მეწყება ეგრევე. ანუ შეიძლება დავждდე და სერიალები მაყურებდი, მაგრამ ვიტირებ რა, რამდენი ხანი ვაკეთო ეგ. ფუნქციური გინდა რომ იყო. კი, ეხლა მე და ჩემ მეგობარს გვაქვს რაღაც ახალი სალონი და სილამაზის. ანუ ესე რატომ მითხარი ვითომ ზე ყოველ მეორეს კონდეს თუ რაღაც. ხოდა ნუ მაგის იმაში ვარ რა, ეხლა ვაკეთებ რაღაცა გადაღებებს გეგმავის, რომ უფრო პოპულარული გახდეს და კაცო მაგის დაგეგმაში ვართ და ძალიან სიამოვნებს ეგ პროცესი, იმიტომ რომ პირველად გავაკეთე როგორც creative director-ი რა. მოვიფიქრე გადაღება, გადავწყვიტე როგორი სტილის მოდელები გვინდოდა და რამდენი და როგორ გამოიყურებიან, რა აცვიათ, როგორი უნდა იყოს ფოტო, გუნდის შევკარე, თმა როგორ გქონდეთ, ფრჩხილი როგორ გქონდეთ და ზუსტად რა უნდა ხდებოდეს ამ ფოტოში. აი ხა უკვე რაღაცა ხდება. დემსკოსა ხო რა? კი. აი ამდენ ხანი ხელით რომ ამ რაღაცას აი ესეთ მოძრაობას რო ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ რომ აი ესეთი რაღაც მოხდეს რა. ანუ თან უნდა იყურებოდეს, მაგრამ როცა დაშლი, მაინც ფუერი უნდა იყოს. ის აი ნახეთ, აი იშლება და ეგეთი უნდა იყოს ზუსტად.
ანუ ეხლა ამას დავყრით, ზემოდან ვაშლის პიურეს და всё. აუ ცომის კაცმენდა ხელი და მგონია რომ სლაიმი მაგან რაღაცა ეგრე. იცი რა მაგ დრო შეგიძლია რომ ბევრი ფქვილი დაიყარო და ეგრე მოიშორო. და შეხარ ეხა სუშეფი თუ მე ვერ გავიგე. მე ამას რო ჩავყრებ და აი ესეთი რაღაც გავუკეთო რა ცოტა დავპრესოთ. ხო, მასასავით. ეხლა გავცვალეთ საქმეები. ხო. მე ნატალიას ცომს მივხედავ და ნატალია ჩაჭყლიტავს მოხარშულ ვაშლს. ეხლა ნელ-ნელა დავდოთ. ვაშლის პიურე, რომელშიც არის შაქარი და დარიჩინი. აი რაღაცა ისეთი რატატუის კერძით უკვე აი ბავშვობას რო გაგახსენებს თავიდან ბოლომდე სურნელი. ვაიმე ვერ მიშელე ბებია ჩემის. ვაიმე არა, პროსტა ვერ მიშელს აკეთებს, აუ იმ დღეს ვთხოვე და გამიკეთა ერთი თვის წინ ვიყავე სახში მისული და ვთხოვე რომ ვერ მიშელი გააქვს, იმიტომ რომ აი ეგ მინდა თქო, რატო გამახსენდა არ ვიცი, არ მქონდა ნაჭამი 10 წელი და აკეთებს არ ვიცი, ანუ აი ვერ მიშელის უნახავს გაგხდეს თუ რაღაცა ეგეთი რა, აი ცუდად ხდები და ბავშვობაში ჩემი კლასელები სპეციალურად მაგიტო მოვიდნენ რა, კარნაბებას ვერ მიშელი გვინდა და აი ჭკუა კვეკეტებოდა. ჩვენ მოვათავსეთ პიურე ამ კრამბლში, ფხვიერ ცომში და ზემოდან ისევ მოვაყარეთ და ესე დავფარეთ. ეხლა რა რჩევაც არის ჩემგან, იმიტომ რომ ბევრჯერ რო გამიკეთებია ვიცი და მაგიტო რა არის რჩევა არის ის რომ თავიდან ეს ძალიან ნელ-ნელა მშვიდად ავაწყე ძირი. და მე ეს ვაშლის პეროგი კი დავჭყლიტე და უკვე მქონდა ეს მასა, მაგრამ პირდაპირ არ ჩავყარე რა, ანუ ნელ-ნელა დავდე რომ არ ჩავარდეს და ზედმეტი არ იყოს. მაგის მერე ზემოდან დავაყარე ნელ-ნელა და ეხლა ნახეთ ეს ზემოთ ძალიან ბევრი მაქვს და ცოტა ამას ვიზამ და შეიკრება. ხო. ხო, ძალიან ის არის მარტივი და სახელდახელო. ამას ბევრს ვაკეთებ ხოლმე, განსაკუთრებით თუ იფრაწება ძალიან მარტივი. თან ცომში არ არის შაქარი, ძალიან ცოტა არის რაღაცა ორი სუფრის კოზი. ეხეთ ყველაზე კარგი რაღაც არის, დაფხულ შაქარს დააყრით და ეს თქვენი დამწვარე ამბები დაიფარება. იზი. დიახ. ერთადერთი ის არის რომ ფორმას რომ მოხსნით უკეთესია რომ ცივი იყოს რომ რაღაც არ დაკარგოს ფორმა, მაგრამ ჩვენ ესე გემოს მაინც გავიგებთ. ხარობთ ძალიან გვინდა რომ გავსინჯოთ. ისე ფრთხილად ვთხოვ მეშინიო. ეხლა შენ თუ ესე დაისტრესე ყველაფერზე. მაგიტო არ ვაკეთებ საჭმელებს. ვა, ნახე. არ დაიშალა. არა, ყველამ დაინახოს ეს ახლა მოიცა. ვა, აი ნახე, პასკა გამოსდი, ხო უთხარ ეს ფოტო უნდა გადავუყვე, ესე ვერ გადავედა. ვაიმე ძალიან მიხარია. არა, ყველა ჯერზე ესე საჭმელს გავაკეთებ, თუ გამომდის, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მეგობარი. მეგობარს უგდებს ეგრევე. ხო, მითხრა რომ ეხა ჩინაზე გააკეთე, მოც რაღაცა და იმენა. ძალიან პასუხისმგებლობით მოეკიდა ნატალია ამ საქმეს. ნახა მეც დავიძაბე, იდეალური. მოდი ახლა ნაყინი. თან რა ლამაზია, აი ფენები. ნახეთ. იმედი მაგომი არა. უმი ფიზიკურად ვერ იქნება ვერაფერი. ესა ძალიან კაი ამოსაყები ნაყინის სხვა შორს ძალიან ლამაზად. აი აქ დავდოთ. და მოდი დარიჩინი შეგვიძლია რომ ოდნავ მოვაყაროთ. მეგონი დარიჩინი ჩავარჭოთ სილამაზის. ეგეც შეიძლება, მიდი. და სუ ცოტა სამისიც მოვაყარე. აი გიქონები რესტორანში მიხვედი, ხო? ეგარი? დააია. მოიღე. ძალიან კაია. იმიტომ მომწონს რომ ჩემი გაკეთებული, მაგრამ კაია, ხო? ძალიან კაია. კარგს გემოვადის კარგად. ვაიმე უმი არ არის, ვისიც გეშინოდა და ნაყინი უხდება ძალიან. ვაიმე ძალიან ბედნიერი ვარ. თან არის ის რომ არის ძალიან მარტივი. მართლა სულ ორი კომპონენტი უნდა გააკეთოთ და ესე რაღაცა თამაშ-თამაშით გამოგივათ. და რო არ გამოგივიდეთ, მართლა ძალიან რთულია რა. თან იცით რა არის? აი ეგეთი მომენტი ალბათ გქონიათ რომ სტუმარი უსპა დამოდის ჩაიზა და მე ჩაის რამე ვაყოლოთ და მე ხوار გავედე, მაგრამ ბარემ გავაკეთებ ჩემი ხელით და თან ის მომენტია რა, ვა, გააკეთე კრამბლ კეიკი და გემრიელია და ის არის რომ ყურადღება მიაქცია და თან
ისე მეაქცია ყურადღება, რომ სანამ ის მოვა, უკვე მოამზადებ, შეაგდებ და სანამ იჭერავთ დაკეთდება. კი, და თან შენი გაკეთებული მაინც მე მგონია რომ სულ სხვა რაღაცა უცებრო სახში გაკეთე. აუ, ძალიან კაია. მეც ვისწავლე ხა ეს რეცეპტი. მეც ხშირად გამოვიყენებ ხოლმე და მართლა ძალიან დიდი მადლობა მაგისთვისაც, რომ მოხვედი მაგისთვისაც. ძალიან საინტერესო საუბარი რო შედგა მაგისთვისაც, მედია შენც სიამოვნე. აუ, კიდე ხარია რომ გამოვიდა. მეც ძალიან მიხარია. მართლა ძალიან გებრიელია ხალხო გასინჯეთ, ცადეთ, უმარტივესია, ყველას გამოგივათ და ძალიან კმაყოფილები იქნებით. ბოდიში ფოტოებს უღებ. ეს უნდა დავიმახსოვრო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. თან რა ლამაზია ეს ყვავილი. ებეჭებს უნდა გავუგზავნო პირველ რიგში. მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ, მაყურებელსაც დიდ მადლობას გეტყვით, რომ გვიყურეთ, გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ მისმინე ყველა სოციალურ პლატფორმაზე და თვალი ადევნოთ ჩვენს გადაცემებს.